მოგესალმებით საღამო მშვიდობის. მინდა შევცვალო ჩემი ცხოვრება, მაგრამ ვერაფრით ვერ ვახერხებ ამას. მიუხედავად იმისა, რომ ვიცი რა მინდა, როგორ მინდა, რა არის ჩემთვის სწორი, რა გადაწყვეტილებებია საჭირო იმისათვის, რომ შეიცვალოს, რა ნაბიჯები უნდა გადავდგა, მაგრამ ვერ ვახერხებ ამ ცვლილებას. რა ხდება? რატომ ვერ ვახერხებ ამას? პრობლემა მდგომარეობს იმაში, როდესაც შენი ფიქრები და ემოციები არ არის ერთმანეთთან თანხვედრაში. როდესაც ისინი ერთმანეთს ეწინააღმდეგებიან, ჩვენ ვერაფრით ვერ მოვახერხებთ ცვლილებებს. მაგრამ სანამ დავიწყებ ფიქრებზე და ემოციების თანხვედრაზე საუბარს და ამას გავმარტავთ, როგორ ხდება და რატომ ხდება, რომ ერთმანეთს არ ემთხვევა, პირველ რიგში მინდა გითხრათ ისიც, რომ ადამიანების ძალიან დიდმა ნაწილმა, რომელიც უკვე იმისთვის არის, რომ აღარ მინდა დავიღალე ესე ყოფნით და მინდა რაღაცა ცვლილებები შევიტანო, მაგრამ საქმე რა შეიცით? არ იცის რა ცვლილებები უნდა რომ შეიტანოს თავის ცხოვრებაში. უნდა მაგალითად ერთი რაღაც მერე აღარ უნდა ის, მერე შეიძლება სხვა რაღაც უნდოდეს და ასე შემდეგ. ესეთი არ გაგიკვირდეთ, მაგრამ ძალიან ბევრი ადამიანი არსებობს, იმიტომ რომ თქვენ თვითონაც გამცადეთ ახლა თქვენ თავს დააკვირდით, დაჯექით და დაფიქრდით, რა გინდათ? რა მინდა? ჩამოწერეთ, რა გინდა? ცხოვრების რომელ სფეროში გინდა რომ მოხდეს ცვლილებები? რა იქნება შენთვის მისაღები? იმიტომ რომ შეიძლება არის ხოლმე რომ მაგალითად რაღაცა უნდა სახლი მინდა დიდი, ან მანქანა მინდა, ან ფული მინდა, ან რაღაცა მინდა, მაგრამ აქვთ ის სახლიც, ის ფულიც და მერე რაღაცა სხვა უნდათ და ზოგადად ესე ხდება ხოლმე. მაგრამ არა თურმე ეს კი არ მინდოდა, ან ესეთი სახლი კი არ მინდოდა, ისეთი მინდოდა, ან ძალიან ბევრჯერ არის, რომ ადამიანმა არ იცის თვითონ რა უნდა და რა იქნება მისთვის მნიშვნელოვანი. შინაგანად, თავის შინაგან გაცდას უნდა დააკვირდეს ადამიანი. მასში რა არის ისეთი, რა შეიძლება მოხდეს, რა ცვლილებები უნდა მოხდეს მასში, რომ კარგად იგრძნოს თავი. ყოველ შემთხვევაში ისი არა, როგორც ახლა არის ზოგიერთი ადამიანს ძალიან ხშირად არის, რომ გაურკვეველ მდგომარეობაშია. შეიძლება ყველაფერი აქვს, რაც შეიძლება ქონდეს ადამიანს იმისთვის, რომ კარგად იყოს, მაგრამ მაინც ვერ არის კარგად შეგრძნებებში, ხო, თავის შეგრძნებებში. მოკლედ, პირველ რიგში ვარკვევთ იმას, რა მინდა და ამას ჩამოწერთ ყველაფერს. და ეხლა რაც შეეხება რატომ როცა იცი უკვე რა გინდა და დარწმუნებული ხარ იმაში და ვერაფრით ვერ ახერხებ ის ცვლილება შეიტანო შენს ცხოვრებაში, რომ რაღაცას მიაღწიო, რაც არის შენთვის სასურველი. რატომ ხდება ეს? რატომ ხდება? და იმიტომ რომ ადამიანმა შეიძლება ერთი რაღაცა ფიქრი მოსდიოდეს, გონიერად გონება მისი იყოს ჩამოყალიბებული ერთ რაღაცაზე და მისი ემოციები, მისი სხეული, მთლიანად ნერვული სისტემა არ აძლევდეს იმის საშუალებას, რომ ეს სურვილები აისრულოს. ახლა ზოგჯერ ადამიანს გონია, რომ მე არ ვარ საკმარისად კარგი ალბათ, ან არ ვარ დისციპლინირებული, ან ზარმაცი ვარ, ან რაღაცა, შეიძლება ბევრი რაღაცა ჩამოვთვალოთ იმის გამო, რომ ვერ ვაღწევ სასურველ შედეგს, ესე იგი ეს რაღაცა მაკლია. კი, შესაძლებელია, ამაზეც იქნება სამუშაო, მაგრამ მოდი ახლა ჩვენ არ დავაბრალოთ ყველაფერი საკუთარ თავს, არ ჩავთვალოთ, რომ ჩვენი სიზარმაცის ბრალია ყველაფერი და უფრო სხვა ჭრილში განვიხილოთ ეს საკითხი, ხო? ესე იგი, რას ნიშნავს გონება, ჩვენი აზრები, ჩვენი ფიქრები და ემოციები არ ეთანხმება ერთმანეთს. როგორ შეიძლება მოხდეს ეს? იმიტომ რომ ნახეთ რა ხდება, ფიქრის შეცვლა ძალიან უფრო მარტივად არის შესაძლებელი, ვიდრე ემოციების შეცვლა. ნახეთ, გონება გეუბნება, რომ კი, ყველაფერი ჩამოყალიბებული გაქვს, გეგმა გაქვს შედგენილი, მაგრამ აბა ეხლა თქვენს სხეულს შეეკითხეთ. უნდა ეს თქვენს სხეულს? ადამიანებმა არ ვიცით სხეულზე დაკვირვება, ხშირ შემთხვევაში, ჩვენ გონია, რომ კარგად ვიცნობთ საკუთარ სხეულს, მაგრამ როდესაც სხეულში არის უამრავი ემოცია, არასასურველი ემოცია,
როდესაც ის მიჩვეულია ამ ემოციებს წლების განმავლობაში. სულ ერთია როგორი ემოცია იქნება, ყველაფერი შიშთან მიყვანს ბოლოს, ან მაგალითად აქვს ადამიანს ისეთი შეგრძნება, რომ ვიღაც ცვლილებების შიში აქვს თუნდაც, ხო? ან რაღაცა გამოცდილება აქვს ისეთი ცხოვრებისეული, რომ მის ცხოვრებაში მოხდა ცვლილება, რაღაცა შეიცვალა, საცხოვრებელი, ან თუნდაც ქვეყანა, აი მოდი ხა ემიგრაციაში წამოსვლაზე ვისაუბროთ, მე სხვებს არ შევეხები ამ შემთხვევაში, ჩემ თავზე ვისაუბრებ, ხო? მე მაგალითად დავტოვე ქვეყანა რამდენიმე ათეული წლის წინ და წამოვედი. შევიცვალე საცხოვრებელი. ამ შემთხვევაში რა მოხდა? აი ზოგადად რო განვიხილოთ. ცვლილებები მოიტანა ჩემში ერთის კი მე ეს მინდოდა გონებრივად ეს გავაკეთე და დღემდე ვთვლი რომ სწორად მოვიქეცი და სწორი ნაბიჯი გადავდგე, მაგრამ იმ დროს, იმ პერიოდში მე დავკარგე ჩემი სახლი, ჩემი ქვეყანა, ჩემი ახლობლები, დავტოვე იქ ახლობლები, რომლებიც მაგალითად ბებია და ბაბუა რო ჩავედი, აღარ დამკვდრენი იქ. ამა ყველაფერმა ძალიან დიდი კვალი დატოვა, ხო? ასე ხდება ნებისმიერი ადამიანის, უბრალოდ ჩემ შემთხვევაში, ჩემ მაგალითს განვიხილავ, იმიტომ რომ არ მინდა ეხლა სხვის მაგალითებზე ავაგო ეს ყველაფერი, ხო? ჩემი საკუთარი გამოცდილებიდან. დარჩა იქ ჩემი ახლობლები, ჩემი მეგობრები, ჩემი, რა ვიცი, ყველაფერი დიდი ნაწილი, ჩემი იდენტობის დიდი ნაწილი, რო ვთქვათ, რისგანაც რის გამოც ბედნიერი ვიყავი და წამოვედი აქ და ჩამომიყალიბდა ესეთი ასოციაცია, რომ ჩემთვის ცვლილებები იწვევდა ტკივილს. ცვლილებებმა გამოიწვია ტკივილი. ცვლილებები იგივე ასოციაცია ჩამოყალიბდა, რომ ცვლილებები დანაკარგს იწვევს. და ეხლა ეს ჩემ მაგალითზე და სინამდვილეში ძალიან ბევრი ადამიანია ესე და არა მხოლოდ ესე, შეიძლება სხვა რაღაცა ავიღოთ. შეიძლება ვიღაცა დაკარგა, რაღაცა დაკარგა, მაგალითად, როდესაც მეგობრის დაკარგვა ხდება ხოლმე, წავა ცვლილებები მის ცხოვრებაში შეიცვალა მაგალითად ადამიანი, რაღაცა შეცვალა და საკუთარი საზღვრები დაიცვა რაღაც მომენტში. გადავიდეთ ახლა ის სხვა მაგალითზე. ადამიანმა და აღარ მისცა იმ თავის გარშემო მყოფს, არ ვიცი, მეგობარი იქნებოდა თუ ახლობელი ადამიანი, იმის უფლება, რომ მისი უფლებები დაერღვია და ამ დროს დანაკარგი განიცადა. ამ დროსაც შეიძლება ჩამოყალიბდეს, თუ მყარად არ არის ადამიანი, ხო, დარწმუნებული თავის არ აქვს გაცნობიერებული ეს ყველაფერი, ამ დროს ყალიბდება ჩვეულებრივად გადაჯაჭვა ასოციაციის. ერთი წამის გამორთა. გადაჯაჭვა მოხდა ასოციაციის და გადახლართვა, ასაც ვეძახით, რომ ცვლილებები ჩემთვის არის ძალიან ტკივნეული და ტკივილს იწვევს. და ამის გამო ჩემი სხეული, რომელმაც დაიმახსოვრა ეს ასოციაციები, ეს შიშები და ეს ტკივილი, მუდმივად რამოდენიმე წლის მერე, წლების განმავლობაში გავიდა საკმარისად დიდი დრო, მაგრამ ყოველთვის სხეული წინააღმდეგობაში მოდის გონებასთან, იმიტომ რომ სხეულს აქვს ერთგვარად მას უნდა რომ საკუთარი თავი დაიცვას, ანუ ჩართული იქნება თავდაცვის რეჟიმი ამ დროს და თავის დასაცავად სხეული აკეთებს იმას, რომ აღარ უნდა ახლის შემოტანა მის ცხოვრებაში. და ცხოვრობს იმ ძველი ენერგიით, ძველ ენერგეტიკულ ველში. ამასაც ახსნი ხა რატომ ვიზახი ამ ენერგეტიკულ ველს, რატომ ვახსენებ, ხო? როდესაც გადავართ უკვე კვანტურ ფიზიკაზე, მე ავხსნი ამ ყველაფერს. ანუ ნახეთ, რა ხდება? არის ასევე პროგრამები ადამიანში, ბავშვობაში, როდესაც ადამიანს ასწავლეს, რომ ესე უნდა მოხდეს და ესე უნდა იყოს და სინამდვილეში უკვე ის პროგრამა ნეიროქსელების სახით ჩამოყალიბდა ერთგვარი შენს სხეულში, შენ რაც არ უნდა ფიქრით, გონებით განავითარო ეს აზრი, რომ აი მე ეხლა ესე უნდა მოვიქცე, იმიტომ რომ მე ის კი არ მინდოდა ეს მინდა და ესეთი ცხოვრება მინდა და ეხლა მე უნდა შევცვალო, ნუ სხეული აღარ მიდის ამაზე. არ უნდა სხეულს ცვლილება, კომფორტულად არის იმ თავის არ ვიცი როგორ მდგომარეობაშიც იმყოფებოდა წლების განმავლობაში, იმ მდგომარეობაში ურჩევნია დარჩეს, ვიდრე რაღაცა ცვლილება შეიტანოს, იმიტომ რომ ფიზიკურად ეს ქიმიურად, თუ არ ვიცი როგორც გინდათ ისე განვიხილოთ, არ ხერხდება. ჯერ ეს ერთი პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ნეირონული ქსელები
უკვე 100 არის აწყობილი და მას მაშინ მე ვერ გეტყვით და არც გეტყვით იმას, რომ ამის შეცვლა შეუძლებელია, როგორ არა პირიქით ეს წიგნი ზუსტად იმიტომ გამიხელავთ ახლა დისპენსას და იმიტომ არის ჩემთვის აი ძალიან მაგარი წიგნი და რა ვიცი, ყველაფრის დაკეთება შეუძლია ადამიანს პირველ რიგში, მინდა ვთქვა, და ყველაფრის შეცვლა შეუძლია, მაგრამ შრომა არის საჭირო და გააზრება, აი როგორ მუშაობს ეს თვითონ ეს სისტემა, როგორ ხდება. აი მაგიტომ გადავწყვეტი ამ წიგნის განხილვა ახლა თქვენთან. Ну, მოკლედ. ეხლა ბევრჯერ მოგისმენიათ ის ფრაზები, რომ ფრაზებია თუ რა ვიცი, ხა მე თვითონაც მომუშავია ძალიან ბევრჯერ პოზიტიური აზროვნება, შეცვალე შენი ფიქრები და შეხედულებები, შეცვალე შენი რწმენები და ну, მოკლედ გონება მართავს ყველაფერს, ესეც ვიცით და ასეც ამბობენ და შენ თუ გონებაში მიიღებ იმ გადაწყვეტილებას, რომ შეცვალო, რა თქმა უნდა, ეს შესაძლებელია. გვეუბნებიან, ვასწავლიან, ჩვენც ვასწავლით, მაგრამ ნახეთ, მარტო გონება ვერაფერს ვერ გადაწყვიტავს, თუ ის ემოციასთან, ანუ სხეულთან არ არის შეთანხმებული. მე მგონი გასაგებად ჩამოვაყალიბე, ხო? ანუ ფიქრი და აზრი აუცილებლად უნდა იყოს თანხვედრაში, ჰარმონიაში სხეულის შეგრძნებებთან და ემოციებთან. ანუ თუ მაგალითად ჩვენ უკვე მოვახერხეთ ის, რომ ფიქრები გადაწყობილი გვაქვს პოზიტიურად, ანუ პოზიტიურად ვაზრუნებთ, მაშინ ახლა უნდა ვიმუშაოთ ემოციებზე. ანუ ახლა რა მინდა რომ ვთქვა, ჩვენი ფიქრები ადვილად იცვლება. ეხლა დავიწყე და მგონი აღარ გავაგრძელს ის, რომ ადვილად იცვლება. იმიტომ რომ აი მაგალითად რაღაცას ფიქრობ, რაღაცა მოსაზრება გაქვს შენი, რაღაც საკითხთან დაკავშირებით და უცებ მოხვდი სხვა ადამიანმა რაღაცა გითხრა და ისე იმოქმედა შენზე, თუნდაც ერთმა სიტყვამ, რომ აბსოლუტურად სხვანაირად გადაეწყო შენი აზროვნება. ან წიგნი წაიკითხე, ან რაღაცა ფილმს უყურე და რაღაცა ის მოხდა, ისეთი რაღაც მოხდა, რომ ცვლილება შეიტანა შენს ფიქრში. ეს ძალიან მარტივად არის შესაძლებელი, მაგრამ ემოციების შეცვლა, როგორც უკვე ვახსენე და ავხსენი, რაზეც ვისაუბრე ახლა, არ არის ესეთი მარტივი შესაძლებელი, ხო? გასაგებია. რაც შეეხება ახლა მაგალითად, რომ შეცვალე შენი რწმენა წარმოდგენები და მერე უფრო ადვილად მინახავ ყველაფერს. აი, მოდი ახლა ეს განვიხილოთ. რწმენა წარმოდგენების და შეცვლა, შეხედულებების და რწმენა წარმოდგენების შეცვლა არც თუ ისე მარტივია, იმიტომ რომ ესაც არის ერთგვარი ჩაშენებული პროგრამა ჩვენს სხეულში, ესეც უკვე სხეულს ეხება და როგორ ხდება? ამაზეც სამუშაოა. ანუ ნახეთ, ადამიანი, რომელიც იძახის, რომ მე მინდა მაგალითად ბევრი ფული, უნდა, სურვილი აქვს, კი ბატონო, ჩამოყალიბებული აქვს გეგმა, როგორ უნდა იშოვოს ეს ბევრი ფული, ანუ რა ვიცი, გამიდრება უნდა, ცოტა უფრო მეტი ვიდრე აქვს იმასთან შედარებით, ну, არ ვიცი, ყველას თავისი აქვს, რა თქმა უნდა. და ამ დროს შენს სხეულში არის პროგრამა, რომ ფული არ არის კარგი. ეს ცნობიერი პროგრამა არ ლაპარაკობ ცნობიერზე, ხო არა ცნობიერი პროგრამებზე ვსაუბრობ ამ შემთხვევაში. იმიტომ რომ სადღაც, რა ვიცი, ან ოჯახში, ან სადღაც ამ ფულის გამო დაიჭირეს, ან გააკულატეს მისი წინაპრები, ან ესიც ის ყველაფერი, ან ოჯახში ასწავლეს, რომ აი ფულიანი ადამიანები ესეთები არიან, ან ფული თუ გაქვს 1000 რაღაცა შეიძლება ჩამოთვალოთ იმის გამო, რომ ფულმა შეიძლება პრობლემა შეუქმნას ადამიანს. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ფული ცუდია, ხო? რა თქმა უნდა, არ ნიშნავს ამას. ან რელიგია ეწინააღმდეგება თქვენი, რომ მაინუ ფულიანი და ის ადამიანი არ არის სულიერად განვითარებული და რა თქმა უნდა ეს არ არის. შეიძლება ადამიანმა ის ფული ისეთ კარგ საქმეებში გამოიყენოს, რომ პირიქით, აი, ძალიან ბევრ კარგს მოიტანს ეს ფული, მაგრამ შენ შეიძლება ეს გონებით იცი, მაგრამ შენ სხეულს არ ჯერავს და აქაც ნახე, წინააღმდეგობაში მოდის გონება, ფიქრი, აზრი და სხეულის რეაქცია, სხეულის შეგრძნებები და ემოციები. ანუ დასამუშავებელია ესეც, ერთგვარი შიშია აქაც ხო ფულის მიმართ და ამაზე უკვე კარგად ბევრი ვისაუბრე, მე მგონი გასაგებად ავხსენი, რა ხდება, რატომ ვერ ვასრულებთ, რატომ ვერ ვახდებით ცვლილებებს არმატურის სფეროში, ნებისმიერ სფეროში, იმიტომ რომ იქ არის რაღაცა წინააღმდეგობა და სხეულს უნდა დაცულობა. სხეული ეძებს
სხეულს უნდა ის მდგომარეობა, რომელშიც ის იქნება დაცული. ანუ საფრთხე არ დაემუქრება. ასე უფრო კარგი იქნება თუ ვიტყოდი. ასე რომ ეხლა მე მინდა შემოგთავაზოთ ერთი ესე იგი პრაქტიკული სავარჯიშოა ეს, თქვენ დაჯდებით და დაწერთ ყველაფერს. თუ ჩამოწერთ, ძალიან კარგი იქნება. ნუ წერითი პრაქტიკა კარგია. ყოველთვის კარგად მუშაობს ხოლმე. წარმოიდგინეთ ახლა და გაიხსენეთ ცვლილება, რომელიც გინდათ რომ მოხდეს თქვენს ცხოვრებაში. ანუ ჩამოწერეთ ეს ყველაფერი და მერე აუცილებლად დაუსვით თქვენს თავს ესეთი შეკითხვა. შენ როგორ ფიქრობ ამ ცვლილებებთან დაკავშირებით? რა აზრი გაქვს? ანუ რას ფიქრობ ამასთან დაკავშირებით? შენი გონება რას ფიქრობს ამ ცვლილებებზე? მერე შემდეგი შეკითხვა იქნება უკვე სხეულის შეგრძნებები, ხო? როდესაც ამას ფიქრობ. შეიძლება ბევრისთვის ფიქრიც კი ძნელი იყოს, არ არის ისიც მარტივი. იმიტომ რომ ზოგიერთი ადამიანი ფიქრობს, მე მაინც ვერ შევიცვლები, ხო? ჩემში მე არ ვარ ხა ის ადამიანი, რომ ბევრი ფული ვიშოვო სიტყვაზე. ან მაგალითად ადამიანი ცუდად არის და მე ვეღარ გამოვჯამრთელდები, ეს ფიქრია. ამასაც დააკვირდით, იმიტომ არც ეს არის ისეთი თემა, რომ ყველა ადამიანი ფიქრობდეს პოზიტიურად, ეს უკვე პოზიტიური აზროვნებისკენ მიყავხარ და მერე აუცილებლად ამასთან ერთად უკვე სხეულის შეგრძნებებს აკვირდები. შემდეგი კითხვა ესეთი, რას გრძნობს ჩემი სხეული, როდესაც ამ ცვლილებებზე ვფიქრობ მე, ხო? ფიქრი და გონება განვიხილეთ და ახლა განიხილეთ სხეულის შეგრძნებები. და ყველა ემოცია და შეგრძნება, რასაც იმ დროს სხეული გრძნობს, აუცილებლად ჩამოწერეთ და დააკვირდით, აი გააზრებულად დააკვირდით. და მერე როდესაც ამ ემოციებს ჩაწერთ, აი მაგალითად შეიძლება მოვიდეს შიშის ემოცია, ან გაურკვევლობა იყოს ისეთი, რომ ემოციაც ვერ იპოვნოთ, თუმცა თუ დაფიქრდებით, მერე ემოციას დაარქვით თავის სახელს. სახელი დაარქვით ყველა ემოციას. ან შფოთვა დაგეწყოთ, ან აღელდეთ, ან არ ვიცი. ნებისმიერი ემოცია და სხეულის შეგრძნება რაც მოვა, აუცილებლად ჩაინიშნეთ და შემდეგი შეკითხვა იქნება ესეთი, რა სჭირდება ჩემს ემოციას იმისთვის, რომ თავი იგრძნოს უსაფრთხოდ. ანუ რა არის საჭირო ამისთვის? და აი ამ შეკითხვებზე პასუხის გაცემით ძალიან ბევრ რამეს გაიაზრებთ. მაგრამ ნახეთ რა ხდება, ეს ეხლა ერთხელ რომ ამას გააკეთებ, რა თქმა უნდა, ეს ძალიან კარგია, მაგრამ საკმარისი არ არის ტრანსფორმაციისთვის. ამით ეხლა ვერ გეტყვით, რომ თქვენში ტრანსფორმაცია მოხდება მთლიანად, თუმცა დასაწყისისთვის გადასარევია, თუ ამ შეკითხვებზე გასცემთ პასუხს და თან არაერთხელ, ხო, ამას გააკეთებთ სისტემატიურად. ეხლა მე გეტყვით იმას, რომ მოდი პირველ რიგში იმას გეტყვით, რომ თუ მოგწონთ ესეთი სტილის და ესეთი სახის ვიდეოები, გთხოვთ რომ დააკომენტაროთ, ან რაღაცა ნიშანი დაასვათ, ან მოგწონთ, არ მოგწონთ, სულ ერთია, იმიტომ რომ გავააქტიუროთ ეს გვერდი, YouTube გვერდზე მაქვს საუბარი და თუმცა ჩემს პირად გვერდზეც twitterთან ხოლმე ამ ვიდეოებს და იქაც მინდა რომ გააქტიურდეს და მე გავაკეთებ გაზაფხულისთვის წინა ლექციაშიც ვახსენე ეს მარათონს ან რამე პროგრამას, რომელიც იქნება აი ამ ყველაფერზე პრაქტიკულად ვიმუშავებ და კიდევ უფრო მეტ ინფორმაციას გაიგებთ, კიდევ უფრო მეტად ღრმად ჩავშვით ამ თემებს და რა უნდა გავაკეთოთ, როგორ უნდა გავაკეთოთ, ყველაფერი იქნება იქ მედიტაციებიდან დაწყებული, ამ სხვა ტექნიკური მასალაც ბევრი იქნება სავარჯიშოების სახით და მოკლედ გავაკეთებ აუცილებლად ამ პროგრამას და მოგაწვით თან შეგიქმნით უსაფრთხო სივრცეს, დაცულობა და კონფიდენციალობა იქნება, რა თქმა უნდა, დაცული იქნება და იქნება აი ჩვენი თანამოაზრების სივრცე, ერთიანი ველი, სადაც ვიმუშავებთ რეალურად ჩვენს კონკრეტულ საკითხებზე. ეხლა ხო, ეს პროგრამის შესახებ რასაც გავაკეთებ და ეხლა თუმცა ეხლაც აი სანამ ამას შემოგთავაზებ და ამას დავაანონსებ, მანამდე განვიხილოთ ეს წიგნი და ნელ-ნელა მივყვები, ხო? აი ყველაფერს დეტალურად მერე გავაკეთებ, მაგრამ აი ძირითადი არსი ამ დისპენსას მიხედვით შეცვალე ქვეცნობიერია, ესე ქვია ამ წიგნს, შეგიძლიათ თქვენც წაიკითხოთ და თან მოусმინოთ აქ, იმიტომ რომ ძალიან ბევრ რაღაცას მოგცემთ, აუცილებლად მიგიყვანთ
აი რაღაც შედეგამდე მაინც მივიყვანთ. კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება თქვენთვის, ვისაც ახლა ესეთი თემები, ვისაც ცვლილებები გაინტერესებთ ზოგადად. მოკლედ, ეხლა გადავიდეთ კვანტურ ველზე, რაც შეეხება ახლა ამ ჩვენს კვანტურ ველთან კომუნიკაციას როგორ ვამყარებთ. პირველ რიგში ვამყარებთ ფიქრებით, შეგრძნებებით და ემოციებით, რა თქმა უნდა. ჩვენ უკვე ვიცით და ძალიან ბევრჯერ ვახსენე ის, რომ ყველაფერი ამ სამყაროში ენერგია და ეს არის ძირითადად ახლა ხო ამ ძირითადი დებულება ამ კვანტური ფიზიკისაც, სულ ყველაფერი ენერგია და ის ამას ამტკიცებს. და ახლა ჩვენი ფიქრები საიდან ნახეთ როგორ ხდება ტვინში ფიქრის დროს წარმოიქმნება გამომუშავდება უბრალოდ ელექტრონული იმპულსები. ხო და ეს იმპულსებია სწორედ აი ამ იმპულსების საშუალებით ჩვენ უკავშირდებით ჩვენს კვანტურ ველთან გვაკავშირებს ეს იმპულსები, მას უკავშირდებით და როდესაც რაღაცას ვფიქრობთ, ანუ ის პასუხიც ფიქრის შესაბამისად გვიბრუნდება. და ეხლა ნახეთ ემოციები. ემოციები არის მაგნიტური იმპულსები. თუ მაგალითად ფიქრი არის ელექტრონული, ემოციები არის მაგნიტური. ამიტომ ნახეთ მაგნიტური მუხტი და ელექტრონული მუხტი, როდესაც ერთად არის გაერთიანებული, ელექტრომაგნიტურ ველს ვქმნით ჩვენივე ფიქრებით და ემოციებით. ანუ შესაბამისი პასუხები გვაქვს იქიდანაც, ხო? აი ესეც ყველაფერი ენერგიაა. წეგან დასაწყისში ვახსენე, რომ ენერგიებზეც ვესაუბრებდით და სწორედ ამაზე მინდოდა მეთქვა, რომ როდესაც ჩვენი ფიქრები, რომელიც კვანტურ ველში ელექტრონულ მუხტს წარმოადგენს და ემოციები, რომელიც წარმოადგენს მაგნიტურ მუხტს, ერთმანეთთან არის თანხვედრაში, აი აქედან გამომდინარე, წარმოიქმნება ერთგვარი ელექტრომაგნიტური ველი და რასაც გაუშვებთ ამ ველში, ის პასუხებიც მაგნიტივით მოვიზიდავთ, ხო? იმიტომ რომ ემოციები არის მაგნიტური მუხტი, თავისთავად მოვიზიდავთ იმას. ჩვენ უკვე ვახსენეთ ისიც წინა შეხვედრებში, რომ სამყაროში არსებობს უამრავი რესურსი, პოტენციალი ძალიან დიდია და ეს პოტენციალი ჩვენ თვითონ უნდა მოვიზიდოთ. ჩვენ თუ არ გავაკეთეთ ეს, ხო, სხვა ახლა ჩვენს მაგალითად ვერაფერს ვერ გააკეთებს პირველ რიგში. რა თქმა უნდა, ახლა ესეც მაგალითად ჯანმრთელობის მდგომარეობაც, ну ამას მე მგონი წინა თავში კარგად ვისაუბრე და ბევრი ვისაუბრე და აღარ მინდა რომ დრო დავკარგო ხოლმე ერთი და იგივე არ გამომივიდეს, ხო? ერთი და იგივე საუბარი. ანუ რა ინფორმაციასაც გადავცემთ ჩვენ ამ კვანტურ ველს, როგორებიც ვართ, რაც ვართ ჩვენ, იგივეს ვიღებთ იქიდან. ანუ იმ ენერგეტიკას შევქმნით, ხო, ამ ველში. თუ მაგალითად ახალი მდგომარეობის შექმნა გსურს, მაშინ უნდა დავიწყოთ სხვადასხვა ჩვენი მდგომარეობის სხვადასხვა ასპექტები არსებობს, ხო, ერთი რომელიმე შეცვლა და ამისათვის უნდა შევათანხმოთ, როგორც უკვე ვახსენე, ფიქრი და ემოცია ერთმანეთთან. და ნელ-ნელა მოვა პასუხები სამყაროსგან, მაგრამ როგორ მოვა, ეხლა ესეც საკითხავია, ხო, როგორ მოვა, ეს ჩვენ ნაკლებად გვეხება და საერთოდაც მე მგონი არც გვაინტერესებს, იმიტომ რომ მე გეუბნებით, რომ უბრალოდ რწმენის საკითხია, ხო? როგორ მოვა ეს ისეთ დროს შეიძლება მოვიდეს, რომ ჩვეულებრივად სურპრიზიც კი იყოს, მოულოდნელად და უბრალოდ დაკვირვება როცა გაქვთ ამ ყველაფერზე და აკვირდებით ამ ყველაფერს, მიიღებთ პასუხებს, უნდა მოხდეს გააზრება ამ ყველაფრის. და როდესაც გაიაზრებთ, აი ერთი პატარა მაგალითითაც რომ დაიწყოს და ერთი რაღაცის ცვლილებით ამაზე ფიქრი და ემოცია შეთანხმებულობაში, როგორ მოვიყვანოთ ეს ერთი დიდი საკითხია კიდე და ამაზე შემდეგ თავებში აქვს ახლა დისპეზას კარგად აქვს ეს განმარტებული და მეც აუცილებლად ვისაუბრებ ამის შესახებ და მივიყვანთ ამ წიგნს ბოლომდე. დიდი იმედი მაქვს ყოველ შემთხვევაში ამ გონია კიდე რამე შემიშალოს ხელი რაღაც პერიოდულად კი მაქვს ხოლმე რაღაცა მცდელობები ესეც ჩემგან გამომდინარე ალბათ რომ ხელი შემიშალოს, მაგრამ ნუ აი როგორც ხედავთ უკვე ყველაფერი კარგად არის წესრიგშია ჩემი მდგომარეობაც და ფიზიკური და რაღაც ემოციური შესაბამისად და ნელა მივდივართ იქამდე რომ ამ წიგნს გავიყვათ ბოლომდე.
და იქ ვნახავთ აუცილებლად ახსნით, როგორი შევათანხმოთ ჩვენი ემოციები და ჩვენი აზრები ერთმანეთთან, როგორ მოვიყვანოთ ჰარმონიაში, იმისთვის რომ დავიწყოთ უკვე როგორც ბოლოს და ბოლოს ეს ცვლილებები, ხო, რაც გვჭირდება. ხო, აი ის უნდა გითხრათ აუცილებლად ასევე, რომ თუ მაგალითად ეს შეთანხმებულობა არ ხდება, მაშინ ცვლილებები არ მოხდება, იმიტომ რომ კი შეიძლება რაღაცა მომენტში რაღაც პატარა ცვლილება მოხდეს, მაგრამ ეს იქნება ყველაფერი დროებითი, ანუ მთლიანად ნეირონული ქსელის შეცვლა უნდა მოხდეს. სხვა შემთხვევაში ჩვენი ეს ჩვევები, რომელიც დაკავშირებულია ნეირონულ ქსელებთან, თუ არ გამოვიმუშავეს და თუ სხვა ველში არ გადავედით, სხვა თუ არ შევქმნით სხვა ელექტრომაგნიტური ველი, მაშინ და დავრჩით ისევ ძველში, ხო? ძველში დავრჩებით, თუ იგივენაირი ფიქრია, ან იგივენაირი ემოციაა, რომელიც გქონდა ამდენი ხნის მანძილზე და რაღაცა არ მოგვიტანა ეს ცვლილებები, მაშინ მხოლოდ რაღაცა მცდელობები უაზრო იქნება, არ გამოვა. ამიტომ უნდა მოხდეს ის მთლიანად ნეიროქსელების გადამუშავება, გადაწყობა ერთიდან მეორე მხარეს. ან სხვადასხვა მოსაზრებებია კიდე იმასთან დაკავშირებით, რომ აი ნახეთ თუ ამაზე მე მგონი უკვე ვილაპარაკე პროგრამებზეც, ხო? და დანარჩენს კიდე არ მინდა რამე გამომრჩეს ახლა რაზე ვსაუბრობდი ამოვარდი რაღაცა მომენტიდან. ხო, რაც შეეხება იმას, რომ პასუხები როგორ მოვა, პასუხები მოვა მოულოდნელად, პასუხებს წინასწარ ვერავინ ვერ განსაზღვრავს და არც არის საჭირო ამის განსაზღვრა, მაგრამ ეხლა კიდე ნახე რა ხდება. აუცილებლად უნდა გქონდეს ჩვენ განზრახვა, იმიტომ რომ სურვილი, აი ეს ფიქრი, რაც გვინდა, რა საკითხთან დაკავშირებითაც გვინდა ცვლილება, არ დარჩეს მხოლოდ სურვილის დონეზე. ეს უნდა იყოს განზრახვა, მაგრამ არ უნდა ჩავიციკლოთ ამ განზრახვაზეც, ხო? აი ეხლა ეს მინდა და აი საიდან მოვა ლოგიკა და ისინი არ არის ამდენი ფიქრი საჭირო. ეს თუ მაგალითად ჩვენს შიგნით არ შევტრიალდით და ჩვენს შიდა პროცესებს არ დავაკვირდით და მხოლოდ აი რაც მოხდება გარე სამყაროში, ჩვენს გარშემო რა ხდება მაგალითად და იმას მივაქციეთ მხოლოდ ყურადღება და იქიდან გამომდინარე, როგორ მივაქციეთ, ახლა შეიძლება ცნობიერად არ მიაქციოთ კიდეც, მაგრამ აი ქვეცნობიერად მაგალითად შენი ემოცია თუ დამოკიდებული იქნება ისევ გარე სამყაროზე, გარეთ რა მოხდება, რა ცვლი ვიღაცამ რაღაცა გითხრა და შენი ენერგია დავარდა და შეიცვალა, აბსოლუტურად სხვანაირი გახდი, გაბრაზდი, გაღიზიანდი, ან რაღაცა მოხდა, მაშინ ჩათვალე, რომ ისევ გარე პროგრამები, გარე მდგომარეობა გმართავს და გარედან იმართები და შენ ვეღარ მართავს შენს ემოციას. ანუ ემოციის მართვა შენით უნდა შეძლო, თუ გინდა რომ ცვლილებები მოხდეს შენში. ამიტომ ვიწყებთ შინაგანი პროცესების ცვლილებით და არა გარედან. გარეს არ ვერ ხედავთ საერთოდ, გარეთ თვითონ დაალაგდება ყველაფერი. ერთი სიტყვით, ეს იქნება ამას კვანტურ ნახტომსაც ეძახიან, ახლა რაზეც ვსაუბრობ, თუ ეს მოვახერხეთ, პრინციპში იცით რა არის? რაღაც მომენტში ადამიანები ამას ისედაც ვახერხებთ და ვართ ხოლმე ესეთ მდგომარეობაში, მაგრამ ზოგჯერ ვერ ვაცნობიერებთ და ვერ ვიყენით, აი რაღაცა არის რაღაცა შანსები ხოლმე რომ უნდა გამოვიყენოთ, მაგრამ ვერ ვიყენებთ. კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი კვანტური ნახტომი რა არის? ახლა ნახეთ, აი მადლიერებაზე ვისაუბროთ ახლა, ეს აქვს დისპენსას წიგნში და იქიდან წაკითხოს გიზიარებთ, თუმცა მანამდეც სხვადასხვა ავტორებს ძალიან ბევრჯერ არის ხოლმე სიტყვით ამაზე ყველა ბევრ წიგნშია ეს განხილული. აი რა არის ახლა მადლიერება? რამხელათი ძლიერი და ძალიან ისეთი მაღალი ენერგია, დიდი ემოციაა, ხო, კარგი, რა თქმა უნდა. ადამიანები დააკვირდით, აბა რისთვის ხართ მადლიერი, თუმცა ყველა ადამიანი მადლიერი არ არის ნამდვილად. ადამიანების ძირითადი ნაწილი უწუწუნის რეჟიმშია. და ესეთები ბევრი არიან ჩვენს გარშემო. ახლა თქვენ ვით მადლიერები ხართ, რისთვის ხართ მადლიერი? ანუ ჩამოწერეთ აბა ეს ყველაფერი, ან უბრალოდ დაფიქრდით. იმისთვის რომ კარგად ვარ, ჯანმრთელად ვარ სიტყვაზე, ან რაღაცა გარკვეულ მიზანს მივაღწე, ან მაგალითად საკმარისი შემოსავალი მაქვს. რა ვიცი, აი ყველანი კარგად მყავს, კარიერულად ვარ იმის საფეხურზე, რაზეც მინდა რომ ვიყო.
აი ნახეთ, ამ ნადლიერებასაც ხო თავისი მიზეზები აქვს, ხო? თუ ჩამოწერთ და დააკვირდებით, ნახავთ. მაგრამ ეს არის ძალიან ჩვეულებრივი ამბავი. ეს ყველას შეუძლია, თუმცა ყველა არ არის ესე. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მაგრამ ნადლიერების განცდა აუცილებლად უნდა გამოვხატოთ. უნდა შევძლოთ, რომ გამოვიმუშაოთ იმის მიმართ, რაც ჯერ არ მომხდარა. აბა ეხლა ამას თუ შევძლებთ, ესეც დაფიქრდით ამაზე. ნახე რატომ უნდა გავაკეთოთ ეს, იმიტომ რომ ჩვენ უკვე ვისაუბრეთ ბევრი ამ კვანტურ ველზე და ვიცით, რომ ყველაფერი არსებობს სამყაროში. უამრავი რესურსი და პოტენციალია ამ კვანტურ ველში, რომელიც ჩვენი პოტენციური მომავალი შეიძლება იყოს. ჩვენი რაღაცა რომ გვინდა და შეგვიძლია რომ ეს მოვიზიდოთ და როგორ მოვიზიდოთ და აი ეს ერთ-ერთი დიდი ნაბიჯი იქნება თუ ჩვენ წინასწარ ვიქნებით მადლიერი იმის გამო, რაც შემდგომში შეიძლება გახდეს ჩვენი მდგომარეობა. მე მგონი გასაგებად ახსენე, ხო? ანუ შენს გონებას რა სურს? აი იმ დროს, რაც გსურს და წარმოიდგინე, რომ ეს უკვე გააქვს. ანუ რა გინდა რომ გქონდეს და გონებას რაც სურს, მე ემოციაში შემოიყვანე. ანუ ემოციურად უნდა იგრძნო ეს ყველაფერი. შეგრძნებების დონეზე უნდა გქონდეს. ანუ ნახეთ რა არის საჭირო იმისთვის, რომ მოვიზიდოთ მაგნიტივი ის, რაც ასე ძალიან გვინდა. ერთი რომ ფიქრები მივმართოთ იმისთვის, ამ მდგომარეობისკენ, ან მოვლენისკენ, არ ვიცი, რაზეც თქვენ გინდათ, რაც თქვენ გინდათ. მეორე, აუცილებლად ემოციურად და შეგრძნებების დონემდე სხეულმა უნდა ისწავლოს ამის შეგრძნება, ანუ სხეული უნდა მოუყვანოთ იმ შეგრძნებაში და იმ მდგომარეობაში, რომ რაღაცა მაგალითად მანქანის ყიდვა გინდა, ხო და აი წარმოგიდგენთ უკვე გააქვს ეს მანქანა, უკვე დაიხარა მანქანის, მაგრამ მარტო ფანტაზია, წარმოსახვები და ვიზუალიზაცია არ კმარა იმისათვის აუცილებლად უნდა გქონდეს შეგრძნება და შესაბამისი ემოცია. აი როგორ გიხარია, რა ვიცი, ხომ ძალიან პრიმიტიულად თქვი მანქანა და თქვენ ნებისმიერ რაღაცაზე შეგიძლიათ ეცქაროთ. როგორ მოწონს, როგორ რას გრძნობ. შეიძლება ისეთი რაღაცა იგრძნოს, სულაც არ გინდოდეს ის მანქანა, ხო? რაღაცა ინტუიციურად, სიტყვაზე. და ასევე განცდა, ალბათ წინასწარ სანამ ის მდგომარეობა მოვა, რაზეც ეხლა გაგცურილიც და განიცადეთ მადლიერების შეგრძნება. ამასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ესე იგი, იმიტომ რომ ესეც ჩვენი არის პოტენციურად ჩვენს კვანტურ ველშია, ხო ეს მდგომარეობა. თუ ამას დაეუფლებით და ამას მოახერხებთ და სხეული ამას დაიჯერებს, ჩათვალეთ, რომ აი ესე გვეუბნება დისპენსა, რომ მომავალი მოვლენა თქვენში პოტენციურად უკვე ისედაც არის და მე უკვე რეალობაში იქნება. Ну, მოკლედ, ძალიან ბევრი ვისაუბრე, ნელ-ნელა მე მგონია, რომ წინ მივიწევთ. კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ, რომ ეს ძირითადი ცნება კვანტური ველის ის არის, რომ ყველაფერი არის ენერგია. მთლიანად სამყაროში თუ კი რამე არსებობს, ყველაფერი ენერგია, ჩვენს ენერგიები ვართ, ჩვენი ფიქრები, ჩვენი ემოციები, თითოეული მოლეკულა, ატომი, თუ კი რამე რაღაცა არსებობს, სულ ყველაფერი ენერგიაა და აი ეს ველიც ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ველიც ჩვენზე მოქმედებს. ეს არ არის ახლა ჩვეულებრივი ფიზიკა. მიზეზს შედეგობრივ კავშირებს არ ვეძებთ, ხო? აი ახლა მიზეზი ეს უკვე გარე სამყაროსთან კავშირი უფროა, იმიტომ რომ რაღაცა მოხდა და იქიდან შესაბამისი რეაქცია გაუჩნდა ჩვენს სხეულს და რა თქმა უნდა იმისთვის მიზეზი არსებობს ბევრი, რომ ცუდ ემოციაში ვიყოთ, მაგრამ არ გვინდა ეს. არც ის გვინდა მადლიერებაზე რაც ვისაუბრეთ, რომ აი მადლიერი ვარ იმიტომ, რომ ეს მაქვს. ესეც მიზეზ შედეგობრივია, მაგრამ კვანტური ფიზიკა ამ ნიუტონის კანონებს და ფიზიკის კანონებს ეწინააღმდეგება უკვე მივხვდით, ხო თქვენ ამას და ასე რომ არ გვინდა აი რაღაცა მოდი დავიჯეროთ ეს ყველაფერი. ვისაც გსურთ, რა თქმა უნდა, ხა ეს რწმენის საკითხია, ყველას თავისი რწმენა აქვს და არავის არაფერს არ აძლევს. ну, უბრალოდ ღირს მაინც იმის განხილვა და მოსმენა, რამდენად ახლოს არის თქვენთან და რა ვიცი, ხა ამ წიგნის მეშვეობით ძალიან ბევრმა ადამიანმა შეცვალა თავის ცხოვრება და დიდი იმედი მაქვს, რომ თქვენთვისაც საინტერესო იქნება. ასე რომ გადააზიარეთ ახლა ეს ვიდეო, ძალიან გთხოვთ. ენერგია, რომელიც მე გავეცი,
კარგი იქნება თუ რაღაცა მადლიერების სახით მეც დავიბრუნებ ამ ენერგიებს. ესეც თქვენთვისაც, ჩემთვისაც და ზოგადად ჩვენი სამყაროსთვისაც ესეც კარგია. კარგი იქნება ნამდვილად. და შემდგომში მინდა ახლა გადავიდე ნელ-ნელა წავიწიოთ წინ. ან ვერ მიდევს ის წიგნი? არა. შემდგომში იცი რა თემაზე მინდა გესაუბროთ. ანუ ნახეთ რას გვეუბნება დისპენსა. ჩვენ თუ გვინდა ცვლილებები დავიწყოთ, სამი ძირითადი კომპონენტი არის მნიშვნელოვანი, ესე იგი გარემო, სხეული და დრო და იმის მიღმა უნდა გავიდეთ. და აი ამაზე ვისაუბროთ. ესეც ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ ეს არის კვანტური ველი, გადიხარ ხო, სხეულის, გარემოს და დროის მიღმა. და ეხლა თქვენ შეიძლება გაგიკვირდეთ კიდეც, რომ ეხლა სხეულზე ვსაუბრობდით, გონებაზე ვსაუბრობდით, იმის მიღმა გასვლა რას ნიშნავს და აი ამაზე უკვე შემდგომში შეხვედრაზე აუცილებლად ჩავშალოთ ეს თემა. მე მგონი საინტერესო იყო ჩვენი შეხვედრა და ალბათ თქვენც წარმატებით